აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში პროგრამაზე აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება, აბონირება, განაცხადების მიღება მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამა იმ დევნილ ოჯახებზე ვრცელდება, რომლებიც სოციალურად მძიმე კატეგორიას განეკუთვნებიან. ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და არ გააჩნიათ დენის, წყლის და გაზის აბონირება. ჩვენ უზრუნველყოფთ მათ დაფინანსებას, რაც თითო ოჯახს, თქვათ, გაზის შემთხვევაში 800 ლარი უჯდება, დენის შემთხვევაში ასევე 800 ლარი უჯდება და წყლის აბონირებას რაც შეეხება, ეს უკვე 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრიდან გახდა 1000 ლარი. განცხადებას უნდა დაუხსნას გამცხადებელმა აუცილებლად დევნილის მოწმობა, პირადობის მოწმობა და საკუთრების დამადასტურებელი. აუცილებელი ფაქტორი, რომ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. თუ მესაკუთრე არ არის, თვითონ ამ შემთხვევაში მესაკუთრის თანხმობა, რომის თანახმარი რომ მოხდეს აბონირება. პროგრამა მოქმედებს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში მცხოვრებ დევნილებსაც. განაცხადების შეტანა წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. 2024 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თბილისში ვაზისუბნის რაიონში დევნილთა განსახლების ობიექტში, რომელიც თეოფანე დავითაიას ქუჩაზე მდებარეობს, 7 დევნილი ოჯახის დენით აბონირება მოხდა. ჩვენ აქ მოვედით უკვე მე-12 წელია, არ გქონდათ შუქი, არ გქონდათ გაზი, ვიყავით ძალიან ცუდ მდგომარეობაში. 5 თვეა რაც შუქი შემოგიყვანეს, რაც ძალიან კმაყოფილები ვარ. კიდევ ველოდებით არის გაზის გვაქვს განცხადება დაწერილი, რომელიც კითხვა შემოგიტანეთ და მაგაზე კიდევ გვერდით ამოგიდგებით. პროგრამაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია ქალაქ ზუგდიდსა და ქუთაისში სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში. თბილისში კი როგორც სამინისტროში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოში, რომელიც აკაკი წერეთლის გამზირზე მეტრო დიდუბის ტერიტორიაზე მდებარეობს.